მოგესალმებით. მოთხრობა, რომელიც თქვენ უნდა წაგიკითხოთ, 90-იან წლებში ერთმა ხნეს მიტანებულმა კაცმა მომიყვა, რომელსაც სრულიად შემთხვევით შევხვდი. მახსოვს, რომ გულით დაავადებული იყო ეს ადამიანი და თან განიცდიდა ამ ყველაფერს, რომ მიყვებოდა და მისი საუბრიდან გამომდინარე, როდესაც ვაკვირდებოდი მე მას, ძალიან დიდ ბუნებოვნება შევნიშნე და ესეთი მორალურ პიროვნებად წარმომესახა, ასე ვთქვათ, გონებაში. როდესაც სახლში მივედი, სულ ეს მეფიქრებოდა, იმდენად მომეწონა ეს სიუჟეტი, მისი ეს მონათხრობი, რომ ძალიან მალე ეს მოთხრობა დავწერე და მას უწოდე ცეკას მდივანი და კრიმინალური ავტორიტეტი. საქართველოს ერთ-ერთი ქალაქის რაიკომის შენობის წინ ხალხმრავლობაა. აქ შეკრებილან როგორც ამავე შენობაში მომუშავე პირები, ასევე ქალაქის მნიშვნელოვანი სამსახურების ხელმძღვანელებიც, რომლებიც დილის 9 საათიდან უკვე 2 საათია უცდიან ცენტრალური აპარატიდან ახლად დანიშნულ რაიკომის პირველ მდივანს. მათ მხოლოდ ის იციან, რომ ამ რაიონის ახალი თავკაცი ძალიან ახალგაზრდაა, ამიტომ მათი ასეთი განსაკუთრებული მობილიზება პროტოკოლს რომ თავი დავანებოთ, მათივე ინტერესის სფეროს უფრო წარმოადგენს. სამთავრობო მანქანები რომ გამოჩნდნენ და შენობის შესასვლელთან შეჩერდნენ, დამხდურთაგან თითქმის ყველა შეეცადა ხალხისგან გაკეთებული კორიდორის პირველი რიგი დაეკავებინა, რის გამოც შექმნილი ყრუ-ჩოჩქოლი მაშინვე შეწყდა, როცა სტუმრებმა მანქანებიდან გადმოსვლა დაიწყეს. დედაქალაქიდან ჩამობრძანებულმა რამდენიმე პარტიულმა ჩინოვნიკმა ახალ რაიკომის პირველ მდივანთან ერთად შენობის მეორე სართულზე მდებარე სააქტო დარბაზისკენ აიღო გეზი, სადაც გაცნობითი ხასიათის კრება უნდა ჩატარებულიყო. მასპინძელთაგან ქალები შესამჩნევად აქტიურობდნენ, რომლებსაც სურდათ, რაც შეიძლება ახლოდან დაენახოთ თავიანთი ახალი და მოხდენილი ახალგაზრდა რაიკომის მდივანი. ბოლოს როცა ყველაფერი მიწყნარდა და ყველა მონახა თავისი ადგილი, კრებაც დაიწყო. სცენაზე მდგარი მოგრძო მაგიდის ერთ მხარეს რამდენიმე სტუმარი დამჯდარიყო, რომლებიც დარბაზში მსხდომ პარტაქტივს მშვიდად გადმოჰყურებდნენ. 2 წუთის შემდეგ მათ ერთი ადამიანი გამოეყოთ და მიკროფონთან მივიდა. ამხანაგებო, მე გახლავართ პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი გოგი გარდაფხაძე, რომელსაც დამევალა თქვენს წინაშე წარვადგინო თქვენი რაიონის პარტიის კომიტეტის პირველი მდივანი, ამხანაგი ალექსანდრე ბაიდოშვილი. მართალია ის ძალზე ახალგაზრდა, მაგრამ მას სათანადო განათლებასთან ერთად საკმარისი სამუშაო გამოცდილებაც დაუგროვდა პარტიის მიმართულებით. ამიტომ ჩვენმა უფროსმა ამხანაგებმა ჩათვალეს, რომ ამ ვაკანტურ ადგილზე ამხანაგი ალექსანდრე ამჯერად ყველაზე ღირსეული კანდიდატურაა. ახლა კი მიკროფონთან ვიწევ თვითონ მას, რომელიც ალბათ თავადვე გვეტყვის, როგორია მისი ხედვა ქალაქის ცხოვრების განვითარებაში. ცეკას ინსტრუქტორი თავის უკან მდგარ მაგიდისკენ ნახევრად შებრუნდა, ერთი ხელი ხალხისკენ გაიშვირა და ამ ჟესტს სიტყვაც მიაყოლა, გთხოვთ, ამხანაგო ალექსანდრე. ახალი რაიკომის მდივანი ზომიერი მოძრაობით წამოდგა, ფეხაწყობილი გაემართა მიკროფონისკენ და მაგიდისკენ მიმავალ ინსტრუქტორს მადლობის ნიშნად მოწიწებით თავი დაუკრა. ახალმა მდივანმა აწუყე თავის დაქვემდებარებაში მყოფ პარტიულ მუშაკებს ზედაპირულად მიმოატარა თვალი და მონოტონური ხმით შეუდგა იმ სიახლეების განხილვას, რომელიც ხვალიდან რეფორმების სახით უნდა გატარებულიყო რაიონში. მან დაახლოებით 1 საათი ილაპარაკა მყარი პარტიული ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე, რამე თუ მისი ხედვით, მხოლოდ ეს იყო მძლავრი საბჭოთა ქვეყნის საფუძველთა საფუძველი. ამ საუბრის დროს დარბაზის ბოლოს ერთ-ერთი შემოსასვლელი კარი გაიხსნა და იქიდან მილიციის ფორმაში ჩაცმული კაცი დაფეთებული სახით შემოვარდა.
თვალებით ვიღაცის მოძებნა შეეცადა, რომელიც მალევე შენიშნა. ახლად შემოსული კაცი მილიციის ერთ მაღალ ჩინოსანთან მივიდა და ყურში რაღაც ჩაშურჩულა. კაცმა მოისმინა რა თავისი ხელქვეითისაგან რაღაც გაოცებისაგან თვალები გაუფართოვდა. სახე შეეშალა და თითქოს კითხვით მიმართა ახალმოსულს. მან კი ამის პასუხად მხრები აიჩეჩა, ხელები გაშლა და ტუჩები აპრანჭა. იმავე წამს მილიციის მაღალ ჩინოსანი, რომელიც შემდგომში რაიონული განყოფილების უფროსი აღმოჩნდა, კარისკენ დაიძრა და თავისი თანამოსაუბრეც უკან გაიყოლა. ალექსანდრეს სმენად ქცეული დარბაზის ფონზე ასეთი უჩვეულო მოძრაობა არ გამოხპარვია, მაგრამ საუბარი არ შეუწყვეტია. ხოლო როდესაც დაინახა, რომ ის ორი ადამიანი გასასვლელისკენ მიიკვლევდნენ გზას, მიკროფონში ჩასძახა: ამხანაგო მილიციელებო, თქვენ გასასვლელისკენ რომ მიდიხართ, იქნებ მითხრათ, რა ხდება? მილიციის უფროსი შემობრუნდა და მდივანს შეხედა. რაჟამს დარწმუნდა, რომ ეს სიტყვები მისი მისამართით იყო ნათქვამი, შეეცადა ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრა არ ჩაეშალა და ალექსანდრეს ინტერესიც გაეკარწყლებინა. ისეთი არაფერი ამხანაგო მდივანო, როგორ თუ არაფერი, კაცრი სახით გამოსცრა ალექსანდრემ, სახეზე გაწერიათ ყველაფერი და დამატებით თქვენი მოქმედებას გამხელთ, რომ რაღაც ხდება. მილიციის უფროსი იძულებული შეიქნა, სცენისკენ დაძრულიყო და ახალ რაიკომის მდივანს მიახლებოდა. ციხეში ბუნტია ამხანაგო მდივანო, გადაულაპარაკა ჩუმად, როდესაც ალექსანდრეს მიუახლოვდა. რატომ და რისთვის? შეაგება კითხვა მდივანმა. არ ვიცი და სწორედ ამის გასარკვევად მივიჩქაროდი. უმალ მიუგო მილიციის უფროსმა. დამელოდეთ, ერთად წავალთ და ერთად გავარკვევთ ყველაფერს. უთხრა შეუვალი სახით ალექსანდრემ და ხალხს მიუბრუნდა. დღეს დავამთავროთ. დანარჩენს ყოველდღიურ მუშაობაში და ურთიერთობაში გავარკვევთ. შემდეგ სტუმრებთან მივიდა და მოკლე დაუხსნა სიტუაცია, რის შემდეგ ყველა ერთიანად წამოდგა და წასასვლელად მოემსადა. რამდენიმე წუთში ახალი რაიკომის პირველი მდივანი ქალაქის მთავარ მილიციელთან ერთად ციხის ჭიშკარს მიადგა, სადაც მათ უკვე ელოდათ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ამ დაწესებულების უფროსი. ჩვენი ახალი მდივანი მოკრძალებით წარუდგინა მილიციის მაღალ ჩინოსანმა ციხის უფროსს ახალგაზრდა მამაკაცი. სასიამოვნოა თქვენი ნახვა, თქვა სამხედრო მაიორმა და გაცნობის ნიშნად ხელი გაუწოდა. შემდეგ ერთი ხელით ღია კარისკენ მიუთითა. გთხოვთ, თქვა ოფიციალური ტონით და შენობაში ფეხაწყობილი შეუძღვა დაუპატიჟებელ სტუმრებს. მას სახეზე აშკარად ეტყობოდა, რომ ასეთ ვითარებაში მაინც და მაინც ნასიამოვნები არ იყო დღეს დანიშნული მდივნის ხილვით, მაგრამ მეგზურობა თავის დაქვემდებარებულ დაწესებულებაში მისი ვალი იყო. ციხის ადმინისტრაციულ შენობაში ეზოში განლაგებული კორპუსებიდან ისეთი ყვირილისა და ბრაგაბრუგის ხმა ისმოდა, გეგონებოდათ ბრბო არღვევს რაღაც ზღუდეს და გამოსავარდნად ემზადებაო. ეს რა ამბავია? გაოცებულმა იკითხა ახალგაზრდა მდივანმა და მზერა ციხის უფროს მიაპყრო. არავინ იცის რატომ და რისთვის დაიწყეს ეს ბუნტი პატიმრებმა. ყველაფერი კანონის მიხედვით ხორციელდება, რაც ეკუთვნით იმ წესით იღებენ ყველაფერს. გულუბრყვილო სახით წარმოთქვა ციხის უფროსმა და თან დააყოლა ცენტრიდან გამოძახებული მყავს სპეცრაზმი და მაშინ გაირკვევა ვის რა უნდა. ბოლოს სიტყვებით გამოჯავრების კილოთი დაამთავრა უფროსმა, რითაც ამ სპეციფიურ სამსახურში საკუთარი უპირატესობის წინ წამოწევას შეეცადა თავისა და მდივანს შორის. გახსენით კარი და შემიშვით კორპუსებში. მოულოდნელად წარმოთქვა ალექსანდრე ბაიდოშვილმა. წარმოუდგენელია, თვალები გაუფართოვდა ციხის უფროს. წარმოუდგენელია, რადგან არ ვიცით, იქნებ კედელიც აქვთ გარღვეული პატიმრებს, ან და კარი აქვთ გახსნილი. შეუძლებელია ამ პასუხისგებლობას მე ვერ ავიღებ. კატეგორიული ტონით დაასრულა სამხედრო მაიორმა და შეუვალის სახე დააფიქსირა მდივნის წინაშე. კარი გახსენით, ხმას აუწია ალექსანდრემ. მე შევალ და პასუხისმგებლობასაც მე ავიღებ საკუთარ თავზე. ამას ვერ ვიზამ. თითქოს ცოტა გატყდა ციხის უფროსი, მაგრამ კატეგორიულობა მაინც შეინარჩუნა. ჩემს რაიონში ყველაფერი მე მექვემდებარება, განსაკუთრებით ასეთ სიტუაციებში.
ამიტომ როგორც რაიკომის პირველი მდივანი გიბრძანებთ, კარი გააღეთ. გაძლევთ ნებას, რომ თქვენ დარჩეთ ადმინისტრაციულ შენობაში, მე არ მჭირდება თქვენი დაცვა. დაბნეულმა ციხის უფროსმა შეიარაღებულ მხლებლებს რაღაც ანიშნა და ქვეშევრდომებს კარის გახსნის მითითება მისცა. სწრაფი ნაბიჯით მიუყვებოდა ალექსანდრე რკინის ბადეში ჩასმულ კორიდორს, რომელსაც უკან მილიციისა და ციხის უფროსები მიჰყვებოდნენ. მათ ფეხდაფეხ დაძაბული და შემართული შეიარაღებული ჯგუფი აზდევნებოდათ. პატიმრების მიერ გამოწვეული ხმაურისაგან ურთასმენა არ იყო, რომლის ფონზეც ალექსანდრე ჯიქური ნაბიჯებით მიიწევდა ცენტრალური კორპუსის შუაგულისკენ. უეცრად ერთ-ერთი საკნის კარის პატარა ღია სარკმელში მან ადამიანის სახე შენიშნა და იქით გაემართა. მიუახლოვდა თუ არა კარს, სარკმელზე თავმოდებულ პატიმარს შესძახა. მე ამ რაიონის პარტიის რაიკომის პირველი მდივანი ვარ და იქნებ მითხრათ რა ხდება თქვენს თავს. პატიმარი უკან მიბრუნდა და თავის თანასაკნელებს ანიშნა, რომ გაჩუმებულიყვნენ, რომლებმაც თავიანთი მხრიდან გვერდით კამერები გააჩუმეს. უმოკლეს დროში, ანუ სულ რაღაც ერთ წუთში, საკნიდან საკანს გადაეცა სიმშვიდე და ციხე სასწაულებრივად დაშოშმინდა. კითხეთ რა ხდებაო, ხომ? გამოსძახა სარკმელიდან პატიმარმა, კართან ორ ნაბიჯზე მიახლოებულ რაიკომის მდივანს. დიახ, მიუღო ალექსანდრემ, რა ხდება და ყველაზე უკეთ მანიცის თქვენს უკან რომ დგას. ბაიდოშვილი ინსტინქტურად შებრუნდა უკან და ციხის უფროსს შეხედა, რომელსაც უკვე მოესწრო მხრების აწევა და ტუჩების საპრუწა იმის გამო სახატავად, რომ არ იცოდა რას გულისხმობდა პატიმარი. ალექსანდრემ რამდენიმე წამს უყურა ფარისევლობის უმაღლეს გამოხატულებას და კვლავ პატიმარს მიუბრუნდა. თქვენ მითხარით რა ხდება? რა უნდა გითხრათ? ცხოველები არ შეჭამენ იმ სალაფავს, ჩვენ რომ გვაძლევენ. მათთვის ჩვენ ადამიანები არ ვართ. შეხედეთ რას ვგავართ. პატიმარმა ხალათი გადაიხსნა და მხრებისა და მკერდის გასწვრივ ამოჭრილი ძვლები ღია სარკმელს მიაბჯინა. რათა გარკვევით დაენახა მთავრობის წარმომადგენელს ეს ყველაფერი. ჩვენ მშივრები ვართ, გესმით, მშივრები. მაშინ როცა ყოველ საღამოს გალეშილი ციხის უფროსობა დაგვცინის და ხშირად ფიზიკურადაც გვისწორდება და თქვენ მთავრობა ხვალდაზეგ პასუხს მოგთხოვთ, რატომ გამოვედით აქედან გაბოროტებულები. არავინ არ ფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენც ადამიანები ვართ. პატიმრის ერთმანეთში გაყრილი ძვლების შემხედვარე მომენტალურად ძალიან შეწუხდა ალექსანდრე, მაგრამ თავი შეიმაგრა და როცა ტუსაღი წამით შეჩერდა, სათქმელი შეაგება მდივანმა. დღევანდელი თქვენი ასეთი ქმედება ამ ყველაფრის გამოხატულებაა თუ სხვა კონკრეტული მიზეზი გაქვთ რამე? პატიმარმა სარკმელთან უფრო ახლოს მიიტანა სახე და კორიდორში მდგომ ხალხს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი. თითქოს უჭირდა რაღაცის თქმა, მაგრამ ბოლოს გადაწყვიტა ეთქვა. სემ-4-ში გეტყვიან უკეთ, იქ მიბრძანდით. სემ-4 რას ნიშნავს? გულუფყვილოდ იკითხა ალექსანდრემ. 74 კამერა. გაუმეორა პატიმარმა და თან დააყოლა. აქედან არც ისე შორსაა. რაიკომის მდივანი 74 საკანთან შეჩერდა. გააღეთ საკანი. თქვა არც თუ ისე მშვიდად. აქ კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტების ხედან და ყველაზე საშიშია ამ კარის გახსნა. მუდარის ტონით ჩაილაპარაკა ციხის უფროსმა. კარი გახსენით მეთქი, იყვირა ალექსანდრე ბაიდოშვილმა. უფროსმა კართან თოფმომარჯვებული სამხედროები ჩააყენა და კარის გაღება ბრძანა. საკეტების შხაკუნისა და ჩახუნის შემდეგ მცველებმა კარი მძიმედ გამოხსნეს. ზღურბთან არავინ იდგა. შიგნით მოჩანდა 7-მდე ადამიანი, მათ შორის ზოგი საწოლზე იჯდა და ზოგიც ფეხზე იდგა. კარი რომ გაიხსნა, მათი ყურადღება კარს იქით მდგომ ადამიანებზე გადავიდა. სხვა არავითარი რეაქცია მათ არ ჰქონიათ. როგორც ჩანდა, მათი ასაკი 35-40-დან 50 და ცოტა მეტი იქნებოდა. კოსტიუმში და ხალსტუხში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი ცოტა უცხოდ მოეჩვენათ პატიმრებს და ამიტომ ძირითადად მათი ყურადღებაც ალექსანდრესკენ იყო მიმართული. ორ მხარეს შორის ეს თვალისმიერი გაზომვა სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა, რომელიც სტუმარმა დაარღვია. მე ვარ ადგილობრივი რაიკომის პირველი მდივანი.
და თქვენგან მაინტერესებს გავიგო სიმართლე, თუ რამ გამოიწვია ციხეში ბუნტი. აქ საოცარი სიტუაცია გათამაშდა. პატიმრებმა ერთმანეთს გადახედეს და თითქოს წამებში უთქმელად შეთანხმდნენ იმაზე, თუ რა უნდა მოემოქმედებინათ. ყველაზე უფროსი და დარბაისელი კაცი წამოდგა და კარისკენ მძიმე ნაბიჯებით გაემართა. ზღურბს რომ მიუახლოვდა, შეჩერდა. ალექსანდრეს ღრმად ჩახედა თვალებში და მიუგო. როგორ დავრწმუნდეთ იმაში, რომ თქვენ კომუნისტურ გეგმას არ შეასრულებთ, ანუ მოისმენთ და აქედან გასვლისთანავე არ დაივიწყებთ ჩვენს ნათქვამს? მე არავითარი საშუალება მით უმეტეს ამ წუთას არ გამაჩნია, რომ თქვენი ეჭვი გავფანტო ჩემს მიმართ, მაგრამ ერთს კი გეტყვით, რომ მე პირველ რიგში ადამიანი ვარ და მხოლოდ ამის მერე ვარ თანამდებობის პირი, ასე რომ ჯერ ადამიანობიდან გამოვდივარ და ამის შემდეგ ვიყენებ თანამდებობრივ ბერკეტს, რომელიც მაძლევს იმის საშუალებას საბჭოთა მოქალაქის უსამართლო დასჯის უფლება არავის მივცე და დავსაჯო დამნაშავე. კარგი სიტყვებია და ერთი შეხედვით მინდა რომ გენდოთ, მაგრამ ამაზე არ არის ახლა საუბარი. გენდობით თუ არა, სხვა გზა მაინც არ არის და ავაგდებ ალჩუზე. იქნებ გაამართლოთ თქვენი ნათქვამი. ჩვენი ვალია ვცადოთ, რადგან ეს ადამიანის სიცოცხლეს ეხება, ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლეს. რას გულისხმობთ? ინტერესით მიაჩერდა ალექსანდრე პატიმარს. 74 საკნის ბინადარი ერთხელ კიდევ დააკვირდა ციხეში განსხვავებული ფორმით შემოჭრილ ახალგაზრდა კომუნისტს და თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა. კარგი, გეტყვი, მაგრამ თქვენს ნამუსზე იყოს მისი სიცოცხლე. ნამუსის პარამეტრების შედეგით განსაზღვრეთ. სიმართლე მითხარით, მე თქვენ გელოდებით, მით უმეტეს იქნებ წუთებით წყვეტს ვინმე სიცოცხლეს, როგორც თქვენ ამბობთ. პატიმარ მამაკაცს სახეზე შეუმჩნეველმა ღიმილმა გადაუარა, თითქოს მოეწონა კიდეც რაიკომის მდივნის ასეთი გამბედაობა და შემართება, ხოლო როცა მასზე დაკვირვებას მორჩა, თანასაკნელებს გახედა. იმ წამსვე იგრძნო მათგან საბოლოო დასტური, რომ ადამიანის გადასარჩენად სხვა გზა მაინც არ არსებობდა. ამის შემდეგ მან მდივნის უკან მდგომ ციხის უფროსს შეხედა, რომლის წელში მოგაკულობამ და მოუშულმა სახემ უკანასკნელი ბიძგი მისცა მის გონებას. ალექსანდრეს ძალაში დარწმუნებულიყო. ჩვენიდან 2 კამერის იქით ხელით მიანიშნა პატიმარმა რაიკომის მდივანს. ერთი კარგი ახალგაზრდა ბიჭი იჯდა. 3 დღის წინ ციხეში ხან სუნდაცემული, ანუ აყროლებული თევზი დაარიგეს. ჩვენთან ასეთები არ მოხდა და ამიტომ ეს ამბავი მაშინ გავიგეთ, როდესაც ისაკუთებული თევზი გოროზამ იმ ბიჭის ზედმეტ სახელია ცხვირზე მიაფშნა მიმტანს. ამის გამო ტალანში გამოიყვანეს და დუბინგებით ისე სცემეს, რომ ცოცხალ მკვდარი გაათრიეს აქედან. დღეს მოგვივიდა ინფორმაცია, რომ ის კარცერში კვდება და შეიძლება აღარც არის უკვე ცოცხალი. აი რისთვის ავტეხეთ, ბუნტი თუ სიმართლე გაინტერესებთ? მაბატიეთ, სატყავთ ის ბიჭიო? იკითხა ალექსანდრემ. კარცერში, ამ შენობის ძირში დილეგი აქვს და იქ არის ახლა. დაზუსტებით ვიცით, თქვა პატიმარმა და დამაჯერებელი მზერა მიაპყრო რაიკომის მდივანს. კარგი, გასაგებია, ინფორმაციისთვის დიდი მადლობა. ახლავე გადავამოწმებთ, უთხრა ძალზე სერიოზული სახით ალექსანდრემ და ციხის უფროსს მიუბრუნდა. წინ გამიძახით, ამხანაგო მაიორო. რამდენიმე წუთის შემდეგ ახალგაზრდა რაიკომის მდივანი ნამდვილ ჯურღმულში აღმოჩნდა, რომლის მსგავს საპატიმროს ცხოვრებაში ვერ წარმოიდგენდა. ეს იყო გრძელი და შმორის სუნით გაჯერებული გვირაბი, რომლის თავზეც ერთმანეთის დაშორებით მბჟუტავი ნათურები ეკიდა. აქეთ-იქით რკინისკარით დაგმანული საკნები იყო, რომელშიც არანაირ ჰაერს არ შეიძლებოდა ემოძრავა. ანუ ეს იყო უჟანგბადობისაგან გამოწვეული ნელი სიკვდილის პოლიგონი. რომელსაც მისი საამაყო სოციალისტური სისტემა ადამიანების დასჯისთვის ან და უკეთეს შემთხვევაში გამოსწორებისთვის იყენებდა. ალექსანდრე ბაიდოშვილი ჩაფიქრებული იდგა კაცთა მიერ შექმნილი ჯოჯოხეთის კარიბჭესთან, რომელიც დროდადრო წამოსწევდა ხოლმე დახრილ თავს და გვირაბის ბოლოს გახედავდა
მის გვერდით მილიციის უფროსი იდგა და თავისი მოქმედებით ცდილობდა, რომ რაიონის ახალ თავკაცს იქნებ როგორმე საკუთარი აზრების გამზიარებლად ეცნო, მაგრამ მათგან ცოტა მოშორებით, ანუ გვირაბის დასაწყისში, ციხის უფროსის საკნების გახსნას ხელმძღვანელობდა. ამხანაგო ალექსანდრე გუგუნის ხმა მიიღო გვირაბიდან მისმა გამოძახილმა. ამდენი საკანი გავხსენით და შეგიძლიათ თითოეულში შეიხედოთ, რათა დაარწმუნდეთ, რომ აქ არავინაა და არ შეიძლება იყოს ვინმე. ბატონო, ნახეთ, რომ ბუნტის მიზეზი ჩვენი მხრიდან არ არსებობს. ისინი ყოველთვის იტყუებიან, ეს არის კასტა ხალხისა, რომელიც მუდმივად სრულობს. ეს არის მათი ცხოვრების წესი, განაგრძობდა ციხის უფროსი, მაგრამ ალექსანდრეს მისი ნახევარიც არ ესმოდა. ის იდგა და ფიქრობდა, პარალელს ავლებდა რეალურად გახსნილ საკნებსა და იმ ხნიერი პატიმრის დამაჯერებელ სახეს შორის და ადგილიდან ვერ იძროდა. უეცრად თავი ასწია და გვირაბის სიღრმისაკენ დაიძრა. გზადაგზა ღია საკნებსაც ათვალიერებდა, მაგრამ ამას უფრო მექანიკურად აკეთებდა, რამე თუ მისი აზრები სხვას კარნახობდა თავის პატრონს. კიდევ გავაგრძელო, ამხანაგო მდივანო, საკნების გახსნა, აგერ თითქმის ნახევარი ღიაა და აქ არავინაა. თუ მეტყვით, ყველა კარს გაგიღებთ. ალექსანდრემ არაფერი უპასუხა ციხის უფროს. ის გამტკნარებული და ჩაფიქრებული ნელი ნაბიჯით მიიწევდა გვირაბის შუაგულისკენ. უეცრად შეჩერდა და უკვე მერამდენე წარმოიდგინა პატიმრის დამაჯერებელი სახე, რომლის ფონზეც უცნაურად დაბნეულ ციხის უფროსაც გახედა. დრო, ეს იყო საშინელი წუთები ალექსანდრეს ცხოვრებაში, თანაც კარიერის დასაწყისის პირველივე დღეს. მას რაღაც უნდა გადაეწყვიტა, რადგან უამრავი ხალხი უცდიდა მისი ამ უცნაური ვიზიტის რაღაც ფორმით დამთავრებას. უკვე წამების წიკ-წიკიც კი ავად ჩაესმოდა ყურში რაიკომის მდივანს, რომ ამ დროს საიდანღაც ადამიანის გმინვა მოისმა. ალექსანდრე შეცვალა და გამოერკვა, მაგრამ მთლიანად ვერ გაისიგრძეგანა არსებულ რეალობაში აღმოცენებული სიახლე. იმ წამსვე თავის მხლებლებს გახედა, რომლებიც მისგან მოშორებით გასასვლელთან იდგნენ და მიხვდა, რომ ამ ხმას ისინი ვერ გაიგებდნენ, რადგან ის უფრო გვირაბის სიღრმიდან მოდიოდა. სმენად ქცეული რაიკომის მდივანი ნელა და უხმაუროდ დაიძრა გვირაბის შიდა მხარისკენ. ციხის უფროსი აშკარად დაძაბული შეხურებდა მის მოძრაობას, რადგან უკვე გრძნობდა, რომ ეს ახალგაზრდა აქედან ასე იოლა და არ წავიდოდა. ალექსანდრემ კი მის ყურამდე მისული ხმის სავარაუდო მანძილი გაიარა და ძეგლივით გაშეშდა. ის გამძაფრებული სმენადობით შემართული ელოდა მორიგ ხმას, რომელიც საბოლოოდ დაადასტურებდა ამ ჯურღმულში ადამიანის არსებობას. რამდენიმე წუთიანი მოლოდინი მისმა გონებამ საუკუნოდ აღიქვა, რომელმაც ამ უაზრო მარათონის დასამთავრებლად გაუაზრებელი ქმედებებისკენ უბისგა. ასეთ ქაოსს კი თავის მხრივ გზაგადაუღობა პატიმრის შეუვალმა სიტყვებმა იქ არის ახლა დაზუსტებით ვიცით, გონება დამშვიდდა, რასაც მოჰყვა კიდეც თავისი ლოგიკური შედეგი. ვაიმე, ახლო მანძილიდან ჩაესმა ალექსანდრეს განწირული და დაუძლურებული ადამიანის უსიცოცხლო ამოძახილი, რომელმაც ელდანაკრავივით მოსწყვიტა ადგილს რაიკომის მდივანი და იმ რკინის დაგმანულ კართან მიიყვანა, საიდანაც ეს ხმა მოისმა. კართან მისულმა ალექსანდრემ ერთხელ კიდევ დაძაბა სმენადობა, რომელმაც შიგნით წარმოქმნილი თითქმის უმნიშვნელო ხმაური წყალში რაღაცის გადაადგილება დაღიქვა. ეჭვი არ იყო, რომ ამ კარს იქით რაღაც ხდებოდა და მანაც აღარ დააყოვნა. მოდით აქ, გაზახა გვირაბის შემოსასვლელში მდგომ ადამიანებს მილიციის უფროსი პირველი გაიჭრა მისკენ, რომელსაც თავის ხალხთან ერთად ციხის უფროსიც მიჰყვა უკან, ოღონდ ფეხათრევით. როდესაც ყველა ერთად შეკუშდა, ალექსანდრემ გაფითრებულ ციხის უფროს შეხედა და უთხრა, ეს კარი გახსენით, თან ხელით მიანიშნა.
მე მგონი მაგის გასაღები არ წამოგვიყია, მთლად დაიბრანა და დაპატარავდა 1 საათის წინ წელში გაჯიგიმული და კისერ მოღერებული სამხედრო. კარი შეამტრიეთ, იღრიალა რაიკომის მდივანმა. ხელება კანკალებული მაიორი დიდი გასაღებების ასხმულას ხელში ძლივს ატრიალებდა და გაუგებარ რაღაცებს ჩიფჩიპებდა. დროზე გახსენით კარი. ყვიროდა ალექსანდრე. ციხის უფროს ერთ-ერთი ქვეშევრდომი მიეხმარა და მითითებულ კარს გასაღები მოარგო. ჟანგიანი რკინის უზარმაზარი კონსტრუქცია ჭრიალით გამოხსნეს, რომლის შიგნით სიბნელეში და კოჭებამდე წყალში მთლიანად შიშველი ახალგაზრდა მამაკაცი ეგდო. მილიციის უფროსმა ციხის ერთ თანამშრომელს ფარანი ხენიდან გამოჰგლიჯა და საკანში ძირს მწოლიარე კაცს დაანათა. მას თავზე და სახეზე ნახეთქები და სისხლნა ჟღენთები მოუჩანდა. სხეული ერთიანად შესივებოდა და ჩანდა, რომ სიცხისაგან იყო გავარვარებული. თვალები დახუჭული ჰქონდა და ტუჩების მოძრაობით რაღაცას ლუღლუღებდა. წელში მოხრილი ალექსანდრე, რომელიც მომაკვდავ ახალგაზრდას საფუძვლიანად უთვალიერებდა ცემისაგან მთლიანად გადალურჯებულ სხეულს, უესრად ზამბარასავით შექანდა. არა ადამიანურად ღმუილის ხმაზე ამოიძახა. შექანდა და არა ადამიანურად ღმუილის ხმაზე ამოიძახა. ეს არის თქვენი ცარიელი საკნები. სიტყვა ბოლომდე არ ჰქონდა დამთავრებული, რომ გაცეცხლებული სახე თავდახრილ ციხის უფროს მიეჭრა. თქვენ ამ წოდების კი არა, თავისუფლების ღირსიც კი არა ხართ, შეძახა და თავისი ხელით ააგლიჯა მაიორის სამყროები. ამის შემდეგ გაშმაგებული მიუბრუნდა ციხის თანამშრომლებს და მათაც შეუყვირა, რას დგახარ და შემომყურებთ, სასწრაფოდ გამოიძახეთ. სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ჩქარა, ყვიროდა ალექსანდრე და თან მომაკვდავ ახალგაზრდასაც არტოვებდა ყურადღების გარეშე. სასწრაფო დახმარების მანქანა ხმოვანი სიგნალით მიჰქროდა სავადმყოფოსკენ, რომელსაც კვალში მიჰყვებოდა რაიკომის მდივნის სამსახურებრივი ავტომანქანა. სავადმყოფოს მისაღებში, სადაც პატიმარი შეიყვანეს, უკან მიყოლილმა ალექსანდრემ მთავარი ექიმის გამოძახების განკარგულება გასცა, რომელიც 7-8 წუთში უკვე ადგილზე იყო. რაიკომის მდივანმა უმკაცრესი სახით მიმართა მთავარ ექიმს. ეს ახალგაზრდა უნდა გადარჩეს. იმ შემთხვევაში თუ ის დაიღუპება და დადგინდება, რომ ეს მოხდა ექიმების გულგრილობის ან შეცდომის წყალობით, თქვენ ციხის უფროსის ხვეთრს გაიზიარებთ და შეიძლება მეცაც მე არ გემუქრებით. გაფრთხილებთ, რომ ამ ბიჭის გადარჩენა პარტიის პრესტიჟის საქმეა, რადგან ის არ უნდა გახდეს სოციალისტური სისტემის მსხვერპლი. დიახ, ერთი ჩვენი რიგითი თანაპარტიელის მიუღებელი საქციელის შედეგად პარტიას შირქი არ უნდა მოეწყოს. აი, ამიტომ უნდა გადარჩეს ეს ადამიანი. იყავით ჩემთან მუდმივ კონტაქტზე და მომახსენეთ მოვლენების განვითარების ყველა მიმართულება. თუ საჭირო გახდება, ვერტფრენს გამოიძახებ და დედაქალაქში გადავიყვანთ. ერთი სიტყვით, შეფასებას და ჩვენი შემდგომი მოქმედებას თქვენ უნდა განსაზღვროთ და რაც შეიძლება სწრაფად. ახლა კი იმოქმედეთ და მე დაგემშვიდობებით. ამასობაში დროს დღის მეორე ნახევრისკენ მოენაცვლებინა ადგილი და ქალაქის ქუჩებში ახალგაზრდობა გამოშლილიყო. ცენტრალურ გამზირზე კანტიკუნდად მოსიარულე მანქანებს შორის მთავრობის შავი ავტომანქანაც გამოჩნდა, რომელსაც დაღლილი და ენერგია დაშრეტილი რაიკომის მდივანი პარტიის მიერ საცხოვრებლად გადაცემულ ახალ სახლში მიჰყავდა. როდესაც ალექსანდრემ ზღურფცეხი გადააბიჯა, პირველი რაც ბინაში მოძებნა, სავარძელი იყო, რადგან დღევანდელი დღის სასწრაფოდ გასაანაზიძებლად კომფორტულად უნდა მოთავსებულიყო სადმე. ის ცენტრალური კომიტეტიდან უკვე ზარსელოდა, სადაც დღევანდელი ინციდენტის გამო მას ანგარიშის ჩაბარება მოუწევდა. აი ამ სათქმელს უყრიდა თავს გონებაში რაიკომის მდივანი, რომელიც პარალელურად თვალიდან ვერ იცილებდა აშმორებულ წყალში ჩაგდებულ სიცხიან პატიმარს. მართალია ცენტრიდან მოსულმა გაბმულმა სატელეფონო ზარმა მის ფიქრებს უესრად გზა გადაუკეტა, მაგრამ ამან წამითაც კი ვერ შეძლო ალექსანდრეს დაბნევა, რომელმაც საკმაოდ გაწონასწორებული ხმით დეტალურად მოახსენა ზემდგომს დღევანდელი დღის პერიპეტიები. ასეთი ამბებით აღუნიშნა ალექსანდრე ბაიდოშვილს ბედმა საკუთარი კარიერის დასაწყისი, რომელიც დაახლოებით 2 ათეული წლის შემდეგ
მისი აზროვნების მიმართულების რადიკალურად შეცვლას განსაზღვრავს. დაველოდოთ და ვნახოთ, დღეს ჩავარდნილი ბედის მარცვალი შემდგომში რა ნაყოფს გამოიღებს, რამე თუ ჩვენი სიცოცხლე ჩვენთვის უცნობი ღვთიური კანონზომიერებით იმართება. 10 დღის შემდეგ გამოჯანმრთელებული გოროზა ციხეში დააბრუნეს. პატიმრები შეძახილებით შეხვდნენ მის გამოჩენას. ბადრაგის თანხლებით კორიდორში მიმავალს 74 საკნიდან გამოეხმაურნენ. პრივილეგირებულ პატიმრების ხმას მცველების სამიერი შეჩერება მოჰყვა, რამაც დაბრუნებულ მსჯავრდებულს მომენტალური კომუნიკაციის საშუალება მისცა. შენ მშვიდობით დაბრუნებას გაუმარჯოს გოროზ. მიმართა წლოვანებით ხნიერმა ავტორიტეტმა საკნის კარის ღია სარკმლიდან, რომელსაც მისმა საკნელებმაც მიბაძეს და ყველამ მიულოცა გადარჩენა. დიდი მადლობა ხელისაწევით სიტყვა დაუბრუნა გაღიმებულმა გოროზამ და უმალ ამოძრავებულ ბადრაგთან ერთად კვლავ გააგრძელა სვლა. იმ საღამოს დაბრუნებულმა პატიმარმა დეტალურად შეიტყო ყველაფერი, თუ რა მოხდა ციხეში და რა მოხდა მის თავს. სწორად იმ საღამოს გაიგო თავისი ავტორიტეტული მხარდამჭერისგან და შემდგომში უკვე უფროსი ძმისგან, იმისგან, ვინც ციხეში თავის მეგობრებთან ერთად ბუნტს ხელმძღვანელობდა, რომ ის გარდაუვალი სიკვდილისაგან ალექსანდრე ბაიდოშვილმა იხსნა. იქ იმ დროს და იმ ადგილზე 22 წლის პატიმრის გონებაში ანდერძივითა მოიბეჭდა შემდეგი სიტყვები. როცა ლაპარაკია სიცოცხლეზე, ამას ჩვენივე დაბადებასთან მივყავართ და ვიცით, რომ ეს ღმერთმა გვიბოძა. ამიტომ საკუთარი ცხოვრება გვავალდებულებს, რომ მუდმივად ვგრძნობდეთ და გამოვხატავდეთ მადლიერების გრძნობას ჩვენი მომავლინებლის მიმართ. აქ უადგილოა ფიქრი ღმერთისთვის სამაგიეროს გადახდაზე ამ მადლისთვის, რადგან რა ფორმით შეიძლება გადაუხადოს სიკეთე სიკეთით ქრისტეს მიერ აღდგენილმა ლაზარემ უფალს, რაც შეეხება ადამიანისგან ადამიანისთვის თავგანწირვას, რომელსაც სიცოცხლის გადარჩენა მოჰყვება და რაც ალექსანდრე ბაიდოშვილმა შენთვის გააკეთა, ეს გავალდებულებს ყოველთვის მზად იყო რისკზე შეაგდო შენი ცხოვრება, თუ კი ეს მას დასჭირდება, ვინც ოდესღაც გიხსნა, რადგან ეს სიცოცხლის ვალია, მეგობარო. ამით არ მთავრდება და ასეთი სიკეთე მხოლოდ მაგით არ მოიწურება, გოროზ. კაცის მიერ ასეთი უანგარო ხელის გამოცდა პირდაპირ გავალდებულებს, რომ შენც ასეთივე გულმოწყალე და ამავე დროს შეუპოვარი იყო უსამართლოდ განწირული ადამიანების დასაცავად. ბოლოს კი გეტყვი, რითაც დავიწყე, რომ მხოლოდ ამგვარი ცხოვრებით შეიძლება უპასუხოს კაცმა ღვთისგან ნაბოძები იმ სიცოცხლეს და ეს იყოს მხოლოდ მისი საზღაური. რამდენიმე თვის შემდეგ ერთმა პატიმარმა ციხე დატოვა. მას ზურგს უკან დიდი რკინის კარი ხმაურით მოუხურეს. აწუკე ყოფილმა ტუსაღმა ზეცა სახედა და ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა. ერთხანს ასე იდგა გაშეშებული და თავის წინ გაშლილ თავისუფალ სივრცეს გახურებდა. რაღაც მომენტში უკან მიბრუნდა და საპატიმროს კედლები შეათვალიერა. მერე თავი დახარა, თითქოს შიგნით დარჩენილი პატიმრები წარმოიდგინაო და მწუხარე სახით შემობრუნდა ქალაქში მიმავალი გზისკენ. როგორც იქნა გადადგა ნაბიჯი და დაიძრა წასასვლელად, მაგრამ 50 მეტრიც არ ექნებოდა გავლილი, რომ ისევ უკან შებრუნდა. კიდევ ერთხელ შეათვალიერა ადამიანთა სატანჯველად აშენებული შენობა და იქაურობას გაეცალა. ეს გოროზა იყო, რომელიც 2 წლიანი პატიმრობის შემდეგ კვლავ უბრუნდებოდა ეგრეთ წოდებულ თავისუფალ საზოგადოებას, მაგრამ ვის სჭირდებოდა ის გურდობაზე ნასამართლევ ადამიანს კომუნისტური საზოგადოება კეთროვანივით უყურებდა. ამიტომ ის თავისი მსგავსი ცხოვრების ადამიანებს თუ მონახავდა, თორემ სხვა ვერსად მოახერხებდა განვითარებას და ცხოვრების გაგრძელებას. ერთი კვირის შემდეგ გამორჩეულად ჩაცმული და ხურული და ისედაც მოხდენილი ყოფილი პატიმარი მატარებელში ისდა და რუსეთისკენ მიემგზავრებოდა, სადაც ფართო ასპარეზი იყო
მისი დარი ადამიანების საარსებოდ. ფიზიკურად კარგად განვითარებულ გოროზას, რომელსაც თან ერთოდა სიმამაცე და გამბედაობა, არ უნდა გასჭირვებოდა უცხო მხარეში თავის გატანა და დამკვიდრება, მით უმეტეს იმ კაცის წერილი ედო ჯიბეში, ვისი ავტორიტეტიც ძალიან დიდი იყო დამნაშავეთა სამყაროში. პირველი კი რაც ყველაზე აუცილებლობას წარმოადგენს, ეს არის რეკომენდაცია და გოროზას პატივით მიიღეს ერთმძლავრ ოჯახში. გავიდა 1 წელიწადი და ცოტა მეტი ამ ხნის განმავლობაში მან საკმაოდ დიდი სახელი მოიპოვა დამნაშავეთა წრეებში და მიუხედავად მისი მცირე ასაკისა, ის წონიან ფიგურად იქცა უკვე ამ ერთობაში. აი ამ დროს, როგორც ხდება ხოლმე, გოროზაც ერთი თითქოს უმნიშვნელო შეცდომის წყალობით ციხეში აღმოჩნდა. მას 9 წელი მიუსაჯეს და ციმბირის ტაიგაში გადაკარგულ ერთ უსაშინლეს ბანაკში გადაიყვანეს, სადაც ცხოველთა კანონების მიხედვით მხოლოდ ძლიერები იმარჯვებდნენ და აგრძელებდნენ ცხოვრებას. ყველაზე მძიმე გამოცდა დგებოდა მის ცხოვრებაში და ეს როგორმე უნდა ჩაებარებინა მას. მატარებელი ნელისვლით შევიდა ერთ უკაცრიელ ადგილზე განთავსებულ რკინიგზის სადგურში. საშინელი ქარი უტევდა თოვლიან ნამქერებს და ადამიანებს თვალებში აყრიდა გაყინულ ხორხოშელებს. პატიმრები ერთმანეთზე გადაბმულებით ჩამოჰყავდათ ხის ვაგონებიდან და გაწვრთნილი ძაღლების თანხლებით ბადრაკს დახურულ დიდ მანქანებამდე მიჰყავდა ისინი. უზარმაზარ ტერიტორიაზე განლაგებულ ბანაკში ათასობით მსჯავრდებული იხდიდა სასჯელს. ქაოსი და განუკითხაობა იყო. დღე არ გავიდოდა, რამდენიმე მკვლელობა რომ არ მომხდარიყო. პატიმრები ძირითადად ხის ჭრაზე იყვნენ დასაქმებულები, მაგრამ ვინც უარს აცხადებდა მუშაობაზე ქურდული ტრადიციის გამო, ორ ფრონტზე უხდებოდა ბრძოლა, როგორც ადმინისტრაციასთან, ასევე გაუგებარდა გაუთვითცნობიერებელ პატიმრებთან. ერთი სიტყვით, ხალხს ჩიტები ვითხოცავდნენ თუ ზედამხედველები, თუ პატიმრები. 10 დღეც არ დასჭირვებია გოროზას. შემოეკრიბა 50-მდე ვაჟკაცი, პატიმარი და ბანაკისთვის შეეტია. ელვისებური მოქმედებით და ზოგიერთების დასჯით გოროზამ ბანაკში წესრიგი დაამყარა. მართალია ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ აძლევდა ქართველ კრიმინალს და ისიც მუდმივად შემართულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ხალხი აღარ იხოცებოდა და უსამართლობა აღარ სუფევდა, რაც წესით ადმინისტრაციის ინტერესშიც უნდა ყოფილიყო. 9 წელიწადი გაატარა ამ ჯოჯოხეთში გოროზამ, რაც ერთი ხიფათიანი კაცის სამმაგ ცხოვრებას უდრიდა. ამ ხნის განმავლობაში ფიქრის დრო ნაკლები რჩებოდა, მაგრამ იქ ყოფნის პერიოდშიც კი არ იყო დღე წუთით მაინც რომ არ შეეხსენებინა თავი უფროსი ძმისა და მეგობრის დარიგებას, რომელმაც მის ამ რთულ ცხოვრებაში მაინც მოახერხა მისი მორალური ფორმირება. ფიქრობდა ალექსანდრე ბაიდოშვილზეც, რაც რა ფორმით გამოეხატა მის მიმართ მადლიერების გზნობან და როდის, მაგრამ ამ ფიქრის დროს ყოველთვის უტოპიას აწყდებოდა, რადგან ის უბრალოდ ვერასოდეს შეხვდებოდა მას. ამიტომ მისი ვალისა გამო და უფროსი მეგობრის შეგონების თანახმად სხვათა მიმართ ანხორციელებდა სიკეთესა და მადლს. ასეთი ცხოვრების წესით ის ერთგვარად იქცა ჩაგრულ ფენათა დამცველად, რამაც დამატებით მისი ავტორიტეტის უმაღლეს წერტილამდე მიყვანას შეუწყო ხელი. 9 წელიწადიც გავიდა. გოროზა ახლობლებს იმედიანი განწყობით დაემშვიდობა და ბანაკი დატოვა. მას ციმბირის ერთ-ერთ ქალაქში მეგობრები ელოდნენ. გრანდიოზული შეხვედრა მოუწყვეს. ამდენ ტანჯვა გავლილ ახლობელს და რამდენიმე მანქანის თანხლებით ცენტრალური რუსეთისკენ გასწიეს, თუმცა დიდ ქალაქებში პერიოდულად ჩერდებოდნენ და რესტორნებში კიდევ და კიდევ მის გამოსვლას აღეგრძელებდნენ. 3 წელი იცხოვრა გოროზამ მშვიდად. ყველა ცდილობდა, რომ სიურპრიზებით და საჩუქრებით მოეხდინათ კომპენსაცია აც გარდასული მისი პატიმრობის პერიოდისა. ეს დროც ისე დამთავრდა, რომ
მას რაღაც აბსურდული საქმე შეუკერეს და 5 წლით გაუშვეს კიდევ ციხეში ოღონდ შედარებით კარგ პირობებში. ამ 5 წელმა კი უღიმღამოდ ჩაიარა მის ცხოვრებაში, მაგრამ იქიდან რომ განთავისუფლდა, უკვე 40 წელს გადაბიჯებული იყო. გოროზა ფანჯარასთან იდგა და გადაწმენდილ ზეცას გახურებდა. ის ფიქრებში იყო წასული და თავისი ცხოვრების რეზიუმეს აკეთებდა. ახსენდებოდა ყველა და ყველაფერი საკუთარი წარსულიდან, მის სახეს ხან მწუხარება იპყრობდა და ხან სიხარული, რომელმაც საბოლოოდ მაინც მიიყვანა მომავლის კარიბჭესთან. ამ ყველაფერმა სულში ნოსტალგია უმოქმედა და თავისი ქვეყანა წარმოუდგინა. უფრო სწორედ ბავშვობა გაახსენა ფიქრებმა, თითქოს თვალებით მიჰყვა თავის ცეცხლოვან ბავშვურ თავგადასავლებს და იქ მოუნდა ყოფნა. ბედნიერება იდგა მის აწყლიანებულ თვალებში და უნდოდა რომ ეს არ დასრულებულიყო. დიდხანს იტრიალა 20-35 წლის წინანდელ ამბებში კაცმა, რომელსაც თავისი დაძაბული ცხოვრების მანძილზე ასეთი მელანქოლია არასოდეს მოსწალებია. დიახ, მას სურდა იქ დაბრუნება, სადაც ბავშვობა გაატარა, თუნდაც ეს ყოფილიყო მხოლოდ 1 წუთით. გოროზა ოთახისკენ შემობრუნდა და მექანიკურად მოავლო თვალის საკუთარ ნივთებს. ჩანდა რომ რაღაც გადაწყვეტილებას იღებდა, მაგრამ ის ისე ტყობოდა, რომ უჭირდა ამის გადალახვა. 1 საათის შემდეგ მეგობრებმა მოაკითხეს და დიდ წვეულებაზე მიიპატიჟეს. საქართველოში მივდივარ დღესვე, იყო გოროზას მოკლე პასუხი, რომელმაც ყველა გააოცა, მაგრამ ამ გადაწყვეტილების ნება მხოლოდ მას ეკუთვნოდა. მათ მარტო ის გააუთხრეს თუ როდის დაბრუნდებოდა, რაზედაც ასე უპასუხად. როგორ გითხრათ ძმებო, იქ რა იქნება და რა დამხვდება, მე ხომ არ ვიცი. ყველა სათითაოდ გადაეხვია და სახლიდან გასვლის პროცედურას შეუდგა. ჩვენ წამოვალთ. თუ გინდა შენთან ერთად საქართველოში, წარმოთქვა ერთ-ერთმა, არა ძმებო, თქვენ აქ დარჩი და თუ ყველაფერი მშვიდობით იქნა, მალე დავბრუნდები. ჯერ არც ისე მოხუცი ვარ, რომ დამოუკიდებლად გადაადგილება ვერ შევძლო. ყველას გაეცინა და ერთხმად დაულოცეს გზა. თბილისის აეროპორტში რომ ეშვებოდა თვითმფრინავი, გოროზას ცოტა გული აუჩქარდა, მაგრამ შენობის გასასვლელში უკვე სხვა რეჟიმზე გადაერთო მისი გონება, რადგან 2 მამაკაცი გადაუდგა წინ, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებად გაეცნენ. ჩვენ უნდა გამოვყვეთ, განუცხადა ერთმა. რატომ? იკითხა შევერცხლილ თმიანმა კაცმა, რომელიც ყმაწვი კაცობის აქეთ თავის ქვეყანაში არ ყოფილა. იქ გავარკვევთ, კვლავ მოუჭრეს მოკლედ. რა გაეწყობა? ვლასტი თქვენია. ჩაილაპარაკა გოროზამ და სამინისტროს თანამშრომლებს გაჰყვა. სამშობლო მონატრებულ ადამიანს ქართულ მიწაზე ნორმალურადაც კი არ დაადგმევინეს ფეხი. ძველი ვიღაცის საქმე ამოიღეს, მას მიაკერეს და 3 წელი მიუსაჯეს. მისი პირველი პატიმრობიდან საქართველოში 20 წელიწადზე მეტი გასულიყო უკვე. გოროზა ქართულ კოლონიაში რომ შეიყვანეს, ციმბირის ბანაკთან შედარებით კომფორტულ პანსიონატად მოეჩვენა. მის თვალწინ განლაგებული შენობები. პატიმრებმა ძალიან დიდი პატივით მიიღეს თავიანთი სახელოვანი თანამემამულე, მიუხედავად იმისა, რომ ბანაკი წყნარ და მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობდა. გოროზამ მაინც შეიტანა კორექტივები იქ არსებულ წესებში, ვისთვის ცოტა მკაცრი და ვისთვის ლმობიერი. ასე გავიდა 2 წელიწადზე მეტი მისი აქ მოსვლიდან. პატიმრობის ვადა რამდენიმე თვეში ეწურებოდა და ამაზე ფიქრობდა ახლა. ოთახში მარტო ყოფი უეცრად ისევ წარსულისკენ აიშალა. ამაზე ფიქრობდა ახლა ოთახში მარტო ყოფი უეცრად ისევ წარსულისკენ აიშალა მისი ფიქრები და მისგან გაუკონტროლებლად დაიწყო მეხსიერებიდან სხვადასხვა მოსაგონარი სამოყრა, რასაც მოჰყვა შორიდან მოსული ხმა, რომელიც ოდესღაც მის ყურს მისწვდა. ეს ახალგაზრდა უნდა გადარჩეს. დიახ, ეს იყო საავადმყოფოში, როდესაც ციხიდან გადაიყვანეს და სიცხის დამწევი ნემსი გაუკეთეს. ეს ხმა რაიკომის დიუნის ხორხიდან ამოდიოდა. აი ეს გაახსენდა გოროზას და კიდევ ერთხელ ჩააფიქრა ალექსანდრეზე. კიდევ ერთხელ შეაწუხა სინდისის კენჭრამ და იფიქრა, რომ მაშინ უნდა ენახა და პირადად გადაეხადა მადლობა, მაგრამ
იმ დროს რაღაც ძალამ გააჩერა და სწორედ ამას ვერ პატიობდა საკუთარ თავს. ეს იყო გაუაზრებელი ტანჯვა, მხოლოდ იმის გამო, რომ თითქოს ვალი ვერ გადაიხადა. ამდენი წელი გავიდა და მაინც არ ასვენებდა ის გადაუხდელი ვალი, რომლის გადახდაც 20 წლის წინ შეეძლო. მოულოდნელად ვიღაცამ კარი შემოხსნა და გოროზაც მომენტალურად გამოერკვა ფიქრებიდან. ეს მისი გარემოცვის ახალგაზრდა წევრი იყო, რომელმაც შემოსვლისთანავე უთხრა: რეჟიმის უფროსმა დამიზახა ეხლა და შენთან დამაბარა. საათ ნახევარში აქ მოხავთ ცეკას მდივანი, რომელსაც ქრთამზე 15 წელი აქვს მისჯილი და ჩვენი თხოვნაა მკაცრად ნუ მოექცევითო. ვინაო? გაკვირვებით იკითხა გოროზამ. ცეკას მდივანიო, განუმარტა ახალმოსულმა. ვაჰ, ასეთ რამეს კი არ მოველოდი. ხელები გაშალა გოროზამ და თან დააყოლა. რა გვარიაო? გვარიც მითხრა, ალექსანდრე ბაიდოშვილიო. კაცი შექანდა. მისთვის უროს დარტყმის ტოლფასი იყო ალექსანდრეს გვარის გაგონება. ამ დროს და თან ამ კონტექსტში მის თავში უსწრაფესად გადაირბინა მთელმა მისმა ცხოვრებამ და ალექსანდრესთან დაკავშირებულმა ყველა გარდასულმა ფიქრმა თუ აზრმა ერთად მოიყარა თავი. გოროზა თითქოს წაბარბაცდა, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯი მაინც გამართულად გადადგა და სკამზე ჩამოშდა. შემდეგ შუბლზე მიიდო ხელი და წარბები მოისრისა. რა ხდება, გოროს, სუდად ხომ არ ხარ? კითხა ახალგაზრდამ. თითქმის ერთწუთიანი დუმილის შემდეგ, ისე რომ თავი არა უწევია, კითხვა გაუმეორა ამ თავზარ დამცემი ამბის მაცნეს. კიდევ ერთხელ შემახსენე იმ ცეკას მდივნის სახელი და გვარი, რომელიც აქ მოხავთ. ალექსანდრე ბაიდოშვილი, უთხრა გაკვირვებულმა ბიჭმა. მამაკაცი ფეხს ეცოდა გაჭირვებით წამოდგა და ოთახში ბოლთის ცემას შეუდგა. რაღაც მომენტში გაჩერდა და თავისთვის ჭუმად ჩაილაბარაკა. ღმერთო ჩემო, ნეტავი ეს სიზმარია თუ ცხადი, ან იქნებ გონება დავკარგე და სხვა განზომილებაში მოვხვდი. თვალები ფართოდ გაახილა გოროზამ და ოთახში სხვადასხვა ნივთებს მიმოატარა მზერა. ის ძლიერი პიროვნება იყო და რეალობა სწრაფად უბრუნდებოდა. რამდენიმე წუთიან გაურკვევლობაში მოხვედრა კი მხოლოდ მისი გულმხურვალე ბუნების ბრალი იყო, თორემ უგულო და უაზრო ადამიანებს ასეთი განცდები არ აქვთ. გურამ, ჩემო პატარა ძამიკო, ახლოს მივიდა მასთან. შენ ჯერ კიდევ ბევრი გაქვს ანახავი ცხოვრებაში. საინტერესო გასავლელი ჯერ კიდევ წინ არის, რომელთაგან ძალიან ბევრ დასკვნას გააკეთე. მხარზე ფრთხილად დაარტყა და ისევ განაგრძო ოთახში სიარული. ცხოვრება ცუდსაც გაჩვენებს და კარგსაც, მაგრამ კარგი იმდენად შთამბეჭდავია, რომ ცუდს ყოველთვის ჩრდილავს. ამიტომ სანამ იქნები, ცხოვრების სიტყვა მთელი თავისი მშვენიერებით უნდა შეიგრძნო. ეს არის სიცოცხლის არსი. დანარჩენი არსებობაა მხოლოდ. ახლა კი კარგად მომისმინე. მთლიანად გამოერკვა გოროზა და თავისი იერი სრულად დაიბრუნა. ფული აიღე იმდენი, რომ ჭარბად გადაუხადო ნაძორსაც და ჭარბად გადაიხადო რესტორნისთვისაც. უნდა მოატანინო ისეთი საჭმელ სასმელი, რომელიც გააკვირვებს ცეკას მდივანს. ახალგაზრდას თვალები გაუფართოვდა, მაგრამ გოროზამ გულში დაბადებული კითხვა ბოლო სიტყვებით ჩაუხშო. დანარჩენს მერე გავიგებთ. დახურულმა მანქანამ, რომელსაც ციხიდან კოლონიაში პატიმრები გადმოჰყავდა, მთავარი ჭიშკარი უკვე გამოიარა და ბანაკში შემოსასვლელ კარს მოადგა. წუთი წუთზე გაიხსნებოდა შემოსასვლელი და ახალი მსჯავრდებულები გადმოლახავდნენ 1500 კაციანი კოლონიის ზღურბლს. შემოსასვლელთან რამდენიმე ათეულ პატიმარს მოეყარა თავი, რომლებსაც აინტერესებდათ, ვის შემოიყვანდნენ ახალს და მათ შორის ალბათ ყველა თავის შესაძლო ნაცნობს მოძებნიდა. კართან ყველაზე ახლოს გოროზას ბიჭები იდგნენ, რომლებიც ალექსანდრეს გამოჩენას ელოდნენ. თვითონ გოროზა 20-ოდე მეტრში კედელზე მხრით მიყრდნობილიყო და შორიდან აკონტროლებდა სიტუაციას. ის ალექსანდრეს სახეზე არ იცნობდა, მაგრამ ძნელია მოსაცნობი, იცოდა რომ არ იქნებოდა.
კარი გაიხსნა და რიგრიგობით დაიწყო იქიდან ხალხის შემოსვლა, რომ ამ დროს სხვათა მსგავსად შავ ტელეგრეიკაში ჩაცმული სანდომიანი სახის წარმოსადეგი კაცი გამოჩნდა, რომელსაც ხელში რაღაც ფუთა ეჭირა. შემოდგა თუ არა მან ფეხი კოლონიის ტერიტორიაზე, ორი ახალგაზრდა მივიდა მასთან. ალექსანდრე ბრძანდებით? კითხა ერთმა. დიახ, გაკვირვებით შეხედა ცეკას მდივანმა ჯერ ერთ, შემდეგ მეორეს. გამოგვყევი. უთხრა კვლავ პირველმა. რა ხდება? იკითხა გაკვირვებულმა ალექსანდრემ. არაფერი, დავილაპარაკოთ, იყო მოკლე პასუხი. რა გაეწყობა, რადგან ციხეში მოხვდით, თქვენი წესებით მომიწევს აქ ცხოვრება. ღიმილით, მაგრამ ცოტა შემცმარმა ჩაილაპარაკა ალექსანდრემ და ახალგაზრდებს გაჰყვა. გოროზამ ეს ყველაფერი დაინახა და სანამ ისინი მიუახლოვდებოდნენ იმ შენობას, სადაც სუფრა იყო გაშლილი და ხალხი ელოდათ, მანამდე თვითონ შევიდა შიგნით. ალექსანდრეს დიდ ოთახში გაწყობილ სუფრის სიახლოვეს 20-მდე კაცი დახვდა და წამებში გადაავლო ცეკას მდივანმა ამ ყველაფერს თვალი და გაკვირვება სახეზე გამოესახა. აქეთ მობრძანდი. მიმართა სუფრის თავში მდგომმა გოროზამ ახალშემოსულ სტუმარს და თავის გვერდით მდგომ სკამზე მიუთითა. დაბნეულ ალექსანდრეს იზღადარჩენოდა უსიტყვოდ დამორჩილებოდა გავლენიან პატიმართა სიტყვას და შეძლების დაგვარად გამართული ნაბიჯით წასულიყო გოროზას მითითებული ადგილისაკენ. ღმერთი ვადიდოთ, წარმოთქვა ბანაკში ყველაზე ავტორიტეტულმა პიროვნებამ და საშუალო ზომის კათხაში ჩამოსხმული ღვინო პირთან მიიტანა. ფეხზე მდგომარე ხალხმა, სანამ ისინი სუფრას შემოუსხდებოდნენ, ყველამ მას მიბაძა და ერთხმად შესვეს ღვთის სადიდებელი. სხვადასხვა დასახელების საჭმლის იმდენად დიდი არჩევანი იყო, რომ ადამიანებს უჭირდათ უკეთესის არჩევა. მხოლოდ ალექსანდრე არ აქტიურობდა ამ საქმეში. ის ჩაფიქრებულიყო და ნახევრად თავდახრილი იჯდა, რომელმაც ღვინით მხოლოდ ტუჩები შეისველა. ეს არ გამოფარვია მის გვერდით მშრალ მამაკაცს, მაგრამ მისი ყურადღების ცენტრში ნაადრევად მოქცევას მოერიდა და უხერხულობა არ შექმნა. ამიტომ რამდენიმე სადღეგრძელოს შესმის შემდეგ, როცა ყველამ გარკვეულწილად მოასწრო დანაყრება, გოროზამ ღიმილით მიმართა მას. ალექსანდრე, ჩვენთან ისე არავინ დათვრება, რომ გონი დაკარგოს, რადგან ეს თავის დაკარგვას უდრის. არც ის ხდება აქ, რომ ვინმემ ასე ხელაღებით მეორე ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენოს. აქ მხოლოდ სიყვარულის უფევს და ერთმანეთის სიძულვილით აქ ყოფი არც ერთი ადამიანის გული არ პეტკავს. ასე რომ ჩემი თხოვნაა, გაუბედე და ცოტა დალიე, რომ აქაურობასთან ადაპტაცია გაგიადვილდეს. სიტყვა რომ მორჩა, გოროზამ პატიოსანი ხალხის სადღეგრძელო შესვა და ქართული სუფრის წესების თანახმად ალავერდი ალექსანდრესთან გადავიდა. ასე დაიყოლია ცოტა დალევაზე და ჭამაზე საგანგებო სტუმარი. თითო ლუკმა ყველა მიაყოლა ღვინოს და სადღეგრძელოთა შორის სუფრისთვის დამახასიათებელი ადგილ-ადგილ წყნარი საუბრები ისევ გაგრძელდა. გოროზა რომ მორიგი სიტყვის სათქმელად შეიმართა, მათი ყურადღება მისკენ მიიქცა და ოთახში სიჩუმემ დაისადგურა. ძმებო, წარმოთქვა მან და მრავალმნიშვნელოვნად მოავლო თვალი სუფრის წევრებს. აქ შეკრებილი ხალხი ალექსანდრეს გარდა ერთი იდეოლოგიის და ცხოვრების მიმდევარი ვართ, მაგრამ საჭიროდ ვთვლი, რომ ჩემს ამ საუბარს ისიც ესწრებოდეს. მრავალტანჯვა გამოვლილი კაცი რამდენიმე წამით შეჩერდა. თითქოს საბოლოოდ მოუყარაო თავის სათქმელს და განაგრძო. ამ მცირე პაუზით ისარგებლა ალექსანდრემ და თავის გვერდით მჯდომს შეხედა. ვინ ვართ ჩვენ, ვისაც გვიწოდებენ დამნაშავეთა სამყაროს? დასვა კითხვა გოროზამ და თავადვე გასცა პასუხი. ჩვენ ვართ ადამიანები, ჩვენი წესებითა და კანონებით, რომელთა წარმოშობა და შემდეგ გაერთიანება სათავეს იღებს მეფის რუსეთის არსებობის დროიდან. ვინ ვართ, როგორ წიაღში ვიშვით, როგორ გავერთიანდით და როგორ შეიქმნა ჩვენი იდეოლოგია? ჩვენ ვართ მჩაგვრელთა წინააღმდეგ ამბოხებული სულები, რომლებმაც ვერ ავიტანეთ იმპერიის მიერ დაბალი ფენის საშინელი ექსპლუატაცია და სწორედ ამ მჩაგრულთა ფენაში ვიშვით. ჩვენ გაერთიანებაზე კი მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ მებრძოლი ხასიათით გამორჩეული თითოეული ჩვენგანი იოლად ვჩანდით ხალხის წიაღში და ერთმანეთის მოძებნა
არ გაგვჭირვებია. რაც შეეხება იდეოლოგიას, ჩვენ კონკრეტული კანონები და ცხოვრების წესები არ შეგვიმუშავებია და მეტადრე არ დაგვიწერია, რადგან ის თითოეული ჩვენგანის გულში თავიდანვე იყო ამოტვიფრული და ჩაწერილი. ნუ თუ კაცს, რომელსაც შეუძლია მეგობრისთვის თავგანწირვა და ჩაგრული ადამიანის თანადგომა, ჩაგვრელთან წინააღმდეგ ბრძოლა თუნდაც სიცოცხლის ფასად, პატიოსანი და მორალით გამართული სული ცხოვრება კანონების დაწერა სჭირდება? კანონების დაწერა და შექმნა სჭირდება? ამიტომ ვქვია ამ ყველაფერს დაუწერელი კანონები. აქედან გამომდინარე, სანამ იარსებებს იმპერია, სანამ იქნება ქვეყანაზე ძალმომრეობა და სახელმწიფო კანონი დაჩაგრავს დაბალ ფენას, მანამ ვიქნებით ჩვენც როგორც უსამართლობის წინააღმდეგ ამბოხებულები. გოროზა წამით შეჩერდა. ერთხელ კიდევ მოავლო თვალისმენად ქცეულ მეგობრებს და განაგრძო. ახლა კი გეტყვით დღევანდელი დღის მთავარ სათქმელს. თქვა და კვლავ გააკეთა მცირე პაუზა, თითქოს გულიც უცემდა უფრო მეტად, რადგან არ იცოდა ალექსანდრესთვის რა ფორმით ეთქვა ეს ყველაფერი. ბოლოს როგორც იქნა მიაგნო რაღაც მიმართულებას და შედარებით დაბალი ხმით დაიწყო საუბარი. პირველს როგზე რომ გამიშვეს, ასაკით ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, გამოუცდელი. მახსოვს ადმინისტრაციასთან დაჯახება მომიხდა და ამის გამო მაწამეს. სასწაულად გადავრჩი, უცნობმა ადამიანმა გადამარჩინა და რომ არა ის შემთხვევა, განწირული ვიყავი. ერთი უფროსი მეგობარი მყავდა ციხეში, აცხონოს უფალმა, დიდებული კაცი იყო. მეთქმის რომ მან მიხსნა გაბოროტებისგან და აქცენტი ჩემი მწამებლებიდან ჩემს გადამრჩენელზე გადამატანინა. ვიტყვი რომ იქ ჩამოვყალიბდი მის გვერდით და მისი სიტყვები ჩემი მთელი ცხოვრების განმსაზღვრელი გახდა. ვფიქრობ ხოლმე, რომ ჩემი მორალური ფორმირება მან მოახდინა, მაგრამ არ ვიცი, 20-30-იან წლებში სტალინური რეპრესიების ეპოქაში თვითონ როგორ მოახერხა ასეთი კეთილშობილური სულის შენარჩუნება. სწორედ ამან მითხრა, რომ კაცმა, რომელმაც მიხსნა გარდაუვალი სიკვდილისაგან და ეს მოახერხა თავისი ცხოვრების დანგრევის რისკის ფასად, მე მასთან სიცოცხლის ვალში ვიყავი. თუ როდისმე შევხვდებოდი და მას ჩემი სიცოცხლე წამლად დასჭირდებოდა, ვალდებული ვიყავი გამეღო. 20 წელიწადია და მეტი ყურში ჩამესმის, როგორც ჩემი უფროსი მეგობრისგან დამოძღვრა, ასევე იმ ადამიანის ყვირილი, ეს ბიჭი უნდა გადარჩეს. ამ სიტყვებს ის ექიმს უყვიროდა, როდესაც ციხის კარცერიდან საავადმყოფოში გადამიყვანა. ჩემო ძმებო, მე მინდა ყველას გისურვოთ კარგი და ბედნიერი ცხოვრება და გითხრათ, რომ კაცი, რომელმაც მე ოდესღაც მიხსნა სიკვდილისაგან, დღეს შევხვდი პირველად და ის ახლა ჩემს გვერდით ის. ყველამ ერთიანი ხმით ამოთქვეს გაოცება და ალექსანდრეს შეხედეს. ალექსანდრეს კი უკვე მოესწრო ამ ამბის გახსენებაც, გოროზდას საფუძვლიანი დათვალიერებაც და ცრემლიანი თვალებით თავის დახრაც. მიმიღე როგორც 20 წლის წინანდელი შენი სიცოცხლის ვალის გადახდისთვის მზად მყოფი ადამიანი. დაიჭექა გოროზამ და ფეხზე წამომდგარ ცეკას ყოფილ მდივანს გადაეხვია. თითოეული პატიმარი საოცარი განცდებით ახსავსე შეხურებდა ამ შესანიშნავი ისტორიის ასეთ დასასრულს, რის შემდეგაც ემოციურად დატვირთულმა ალექსანდრემ ღვინით სავსე ჭიქა აიღო და ამგვარი სიტყვებით გამოხატა საკუთარი სათქმელი. მთელი ცხოვრება ადამიანებს ვეძებდი რაიკომის კაბინეტებში, შემდეგ ცენტრალური კომიტეტის კორიდორებშიც კი, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ეგრეთ წოდებული მოძმეები თავიანთ კუთვნილი არლიხს მე მომაკრავდნენ და ციხეში გამომიშვებდნენ და იქ ვიპოვნიდი ადამიანებს. მადლობა ღმერთს ამისათვის, მადლობა თქვენ ასეთი დახვედრისათვის და მადლობა შენ ამგვარი დახვედრისთვის. დიდება განგებასა და ღმერთს წარმოთქვა თვალში მომდგარი ცრემლით ალექსანდრემ და ჭიქა გამოცალა.
ცოტა ემოციებისთვის მოდის გიხდით. მადლობა მოსმენისთვის. ყველას ბედნიერებას და წარმატებას გისურვებთ.